პირველ სტუდია დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, რას აპროტესტებენ და რას ითხოვენ პატიმრები. არის თუ არა რაიმე შანსი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების და რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი, ამ და სხვა კითხვებს დღეს პირველი სტუდიის სტუმრები უპასუხებენ. არჩილ თალაკვაძე, საჯარო ახსნილების და აპრობაციის იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე, ასევე კახა კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი ყოფილი დეპუტატი. მოგესალმებით, ბატონებო, მადლობა რომ მოგწანდით ჩვენთან სტუდიაში, თქვენს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენს გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენი და ტელემოყარულის მაყურებელს. მადლობა დიდი. ბატონ არჩილთან მექნება პირველი შეკითხვა. ბატონო არჩილ, უკვე 1000 გადააჭარბა ციხეებში მოშიმშილე პატიმართა რაოდენობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და გაქვთ თუ არა რაღაც გარკვეული კომუნიკაცია ამ ადამიანებთან? დიდი მადლობა პირველ რიგში ტელეეთერში მოწვევისთვის. მოშიმშილეთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 1022 და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კონტროლზე. პირველადი ჯანდაცვის სკოლი არის მთელ სისტემაში მობილიზებული, ასევე სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების გაწევის მრავლობა არის ძალიან მაღალი. არის კარგი კოორდინაცია სამოქალაქო სექტორთან, დაახლოებით 62 სამოქალაქო საავადმყოფოსთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება ნებისმიერი ადამიანის გადაყვანა, რომელსაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას შიმშილობის გამო. მე პირადად შემთხვევა, რომელიც ყველაზე უფრო მაწუხებდა, ეს იყო მჩავრდებული, რომელიც უკვე 22 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პირადად შევხვდი რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმებთან ერთად, ის უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზეც, უარს აცხადებდა საკვების მიღებაზეც. საბედნიეროდ ამ ადამიანმა შეწყვიტა შიმშილობა და მინდა ამ ეთერით მას მადლობა გადაუხადო, რომ დაიჯერა და გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაცია. როგორც ის არსებობს ბრძანება მინისტრის, რომელიც არეგულირებს შიმშილობის თემას, როგორ უნდა მოხდეს ამ ფაქტის რეგისტრაცია, მასზე რეაგირება და ეს ბრძანება, რა თქმა უნდა, კონკრეტულ წესს აწესებს და ასევე ამ ბრძანების საშუალებით მოშიმშილეთ რეგისტრდებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ სრულ შიმშილობის რეჟიმზე არიან და ასეთი საკმაოდ ბევრია, არამედ ის ადამიანებიც, რომლებმაც დღის განმავლობაში რომელიმე ულუფა ჩააგდო. ეს ბრძანება თავის დროზე იყო. ბოლო ინფორმაცია იყო ასეთი, რომ 52-მა ქალმა პატიმარმა უარი განაცხადა პულის მიღებაზე. ანუ ესეც ითვლება შიმშილობად. ესეც ითვლება შიმშილობად. ეს ბრძანება თავის დროზე იყო მომზადებული ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით და ჩემი აზრით საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს შიმშილობასთან მიმართებაში. ბატონო არჩილ, მართლმსაჯულების მხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და ასევე 223 მუხლის გაუქმება, საქმეების გადახედვა. აი ამ მოთხოვნების გარდა არის თუ არა ისეთი მოთხოვნები და ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც უშუალოდ თქვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებშია? ყველაზე დიდი ნაწილის მოთხოვნა არის სწორედ მხარვეზების დამდგენი კომისია და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ნაწილის მოთხოვნა არის მუხლი, რომელზეც თქვენი საუბრობთ. პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ამ ორი მიზეზით შიმშილობს, ეს არის მათი მოთხოვნა. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ბუნებრივია საჯარო ახსნილების სამინისტროს კომპეტენციას და მანდატს აბსოლუტურად ცდება და ასევე შემიძლია გითხრათ ისიც კომპეტენციაში რაც არის, იმას თუ ითხოვს ვინმე. ის მოთხოვნები, რაც ჩვენ კომპეტენციაში შედის, დაუყოვნებლივ კანონის ფარგლებში კმაყოფილდება, თუმცა არის მოთხოვნები, რომელიც ბუნებრივია ვერ დაკმაყოფილდება იმის გამო, რომ ამ მოთხოვნების მიღმა არ დგას არანაირი გონიურული არგუმენტები, არანაირი სამართლებრივი არგუმენტები და აქვე გეტყვით, სანამ თქვენ მკითხავდეთ, რომ ჩემი ინფორმაციით ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს მთავრობაში სამუშაო შეხვედრა ამ საკითხის გარშემო. თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, ეს ასე ვთქვათ, ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის, რომ დღეს გავაჟღერო თქვათ რა საკითხები განიხილება, მაგრამ მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და მიმდინარეობს კონსულტაციები მოშიმშილეთა მოთხოვნების
საპასუხოდ თავრობამ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას, რა ინფორმაცია შეიძლება ამ ადამიანებს შეაგებოს. გასაგებია. კარგით, მოდით ვკითხოთ ადამიანებს, რომელთაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზუსტად ვიცი, რომ შეუძლიათ აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბატონო კახა, ბატონო დიმიტრი, თქვენი აზრით რა არის აი ასეთ შემთხვევაში გამოსავალი? პატიმრების ნაწილი უკვე მე დავასახელე და თქვენ ჩემზე კარგათაც მოგეხსენებათ რას ითხოვენ, თუმცა აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება რომ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილის მაინც ამაზე უკვე გაკეთებდა არაერთი განცხადება მთავრობის წევრების მხრიდან. ის რომ არ იგეგმოდა 223 მუხლის გაუქმება, ეს უკვე ცალსახად ვიცით ყველამ და ამ ეტაპზე არც მართლმსაჯულების კომისიის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ იგეგმება არც მისი შექმნა. გამოსავალი რაშია? როგორ ფიქრობთ, ბატონ კახა? რა უნდა გაკეთდეს? გამოსავალი ზუსტად არის ის, რომ რეალურად უნდა გადაიხედოს ის საქმეები, რომლებიც იყო გამოძიებული წინა ხელისუფლების პირობებში და რომლებზეც არის პრეტენზია, რომ არის ხარვეზები, ისეთი ხარვეზები, რომ ადამიანები უსაფუძვლოდ იხდიან სასჯელს ან სასჯელის ზომად იმ ხელაპატიმრობა აქვთ მისჯილი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულს. ეხლა მოუწევს ხელისუფლებას, უნდა თუ არ უნდა და გააკეთეს თუ არა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიქმნება რამე კომისია და არ გადაიხედება საქმეები, ესეთი დიდხანს რომ ამ ეტაპზე არ შეიქმნება. ამ ეტაპზე არ შეიქმნება, მათ ისიც თქვეს, რომ უკვე უნდა შექმნილიყო ეს კომისია. თუ გახსოვთ თქვენ, ზუსტად ქალბატონი თეა წულუკიანის ინიციატივა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იურისტი, მე მგონი ბატონი დიმაც არ ვეთანხმებოდით მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ არაეფექტური კომისია იქნება, სხვათაშორის კომუნისტებს ჰქონდათ კარგი ნათქვამი, რომ თუ რამე გინდა არ გააკეთო, კომისია უნდა შექმნაო და მაშინ ვიძახდით, რომ სხვა მექანიზმებია მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ ასეთი ტიპის კომისია იმ უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც დაადგინა თვითონ პროექტმა და ამავდროულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად თუ მოვიდოდა, უბრალოდ უფუნქციო კომისია იქნებოდა, იმიტომ რომ ერთი გეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმოება არ შეგიძლია და ბუნებრივია კომისიას არ შეუძლია. მეორე, დავალების მიცემა პროკურატურაზე არ შეგეძლო და ზოგი განაჩენი მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად დაუშვათ დადგენას იმ პრობლემების, რომელიც იყო, იმიტომ რომ მაგალითად არის იარაღის უკანონო ტარების განაჩენი. იცით რომ ეს მუხლი გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებისთვის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. განაჩენით თუ შენი ხელმძღვანელებ, განაჩენში იარაღიც იქნება, ბალისტიკური ექსპერტიზაც იქნება და ორი მოწმეც იქნება აუცილებლად, რომელიც იტყვის, რომ ნახეთ, აი X როგორ ამოუგეს იარაღი და როგორ ატარებთ. ანუ თუ შენ არ გექნება უფლებამოსილება, რომ პროკურატურას დაავალო, თუნდაც იმ ორი მოწმის ხელახლა დაკითხვის, რომელმაც მანამდე დაადასტურა, რომ ეს იარაღი ეკუთვნოდა პიროვნება X, შენ ვერ დაადგენ ხარვეს. ამიტომ და მეორე, იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური პალატა სასამართლოში, რომელიც განიხდა და დაკომპლექტებოდა ისეთი მოსამართლეებით, რომლებსაც შეხება არ ჰქონდათ მანამდე ამ საქმეების განხილვასთან და განაჩენებთან, რომ და ეს აი ესეთი ჭრილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ასე უყურებდით ამ საქმეს, მაგრამ საბოლოოდ ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს ყველაფერი არ შეიძლებაო და უბრალოდ უნდა რეკომენდაციით მიმართოთ. თუმცა დღეს უკვე თქვენ ამბობთ, რომ გამოსავალი არის ეს, რომ გადაიხედოს ეს საქმეები. მე მაშინაც ვიძახდი, ჩვენ უბრალოდ მაშინაც ვიძახდით, რომ სხვა გამოსავალი შეიძლება, მარტივად შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი მუხლების დამატება, რომელიც საშუალებას მისცემდა უბრალოდ პროკურატურას გამოძიების წარმოებისა იმ საქმეებზე, რომელიც არის კანონიერ ძალაში სასამართლო განაჩენის შესული, ამავდროულად როგორც კი გამოძიების ფარგლებში დადგებოდა ელემენტი უკვე ახალად აღმოჩენილ გამოებებს, თვითონ პროკურატურას რომ მიემართა სასამართლოსთვის, ოღონდ იმ კორპუსისთვის, რომელთა მიმართაც კითხვები არის. სხვადასხვა მოდელები არსებობდა, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს მოდელი არის საუკეთესო, მიუხედავად იმისა, ჩვენ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ დავიჯერეთ, გვითხრეს, რომ ძალიან მალე კომისია შეიქმნება, შემდგომში თქვეს, რომ ეს კომისია შეიქმნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კომისია არ შეიქმნება და კიდევ ფიქრობენ ახალ მოდელზე. გვეუბნებიან, რომ ეს დაკავშირებულია თანხებთან, გვეუბნებიან თვითონვე, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ზოგიერთ პატიმარი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს, მაგრამ ამასობაში არ ფიქრობენ, რომ ყოველი დღე იქ გატარებული დაკავშირებულია სერიოზულ სტრესთან და პრობლემასთან. იმასაც არ ფიქრობენ, რომ ყოველ დღე, როდესაც შენ გადაწყვეტილებას არ იღებ,
კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ამ საქმის გაფუჭებას და სასამართლო პერსპექტივის დაკარგვას. კარგით, მოდით ბატონ დიმიტრის აზრიც მოვისმინოთ გამოსავალთან დაკავშირებით. თქვენ თუ გონიათ რომ მხოლოდ პატიმრები შემშილობენ იქ, აუცილებლად თუ ნახავენ რომ რეაგირება არ იქნება, ეს გაგრძელდება ეს პროცესი, ეს ხალხით რომელიც გარეთაა და ელოდება ისევე ამ კომისიის შექმნას, ისინიც რა ეხლა შემშილობას ხო არ გამოაცხადებენ რომ ბოლოს და ბოლოს ყურადღება მიაქციონენ ახლა. კარგით, ბატონ დიმიტრი, თქვენი აზრით გამოსავალი არსებობს აი ამ შემთხვევაში? დიდი მადლობა რომ საშუალება მომეცეთ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მეტადრე მაშინ, როდესაც გუშინ ბატონმა სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოშიმშილე პატიმრების დღევანდელი მდგომარეობისა და დღევანდელ ყოფაში ყოფისა მან დაასახელა სწორედ უფლებადამცველების აქტიურობა. მე არ ვიცი, ვის გულისხმობს ბატონი სოზარი, მას ჯერჯერობით კიდევ არ დაუკონკრეტებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვეთ, იქნებ ბატონმა არჩილმა დაგვიკონკრეტოს მისი მინისტრის მაგივრად. მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობ პენიტენციურ სისტემას, გამომდინარე იქიდან, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის მე-7 მოწვევის პარლამენტში ყოფნის დროს წარმოვადგენდი პენიტენციური სისტემის მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფს. შემდგომ პერიოდში წარმოვადგენდი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც დღესდღეობით გაურკვეველი მიზეზების გამო არის პრაქტიკულად გაუქმებული, მხოლოდ სახალხო დამცველის წამების პრევენციის ეროვნულ ფორმატში მოქმედი ჯგუფი მოქმედებს, რომელიც სრულიად არასაკმარისია იმ პირობებში, როდესაც 1000-ზე მეტი პატიმარის შიმშილობს, ეს არის ოფიციალური მონაცემებით და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტი იყოს მათი ციფრი. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და თანადგომა გამოუცხადო მოშიმშილე პატიმრებს და დავარწმუნო, რომ საზოგადოებრივი სექტორი ჩვენ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს გარკვეული ასე თქვათ ვალდებულება, მათ წინაშე ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ მათი შიმშილის მთავარი და მათი პროტესტის მთავარი ასე თქვათ მიზეზი. ეს კომპეტენციის ფარგლები, რომელიც განეკუთვნება პენიტენციურ სისტემაზე ზედამხედველ სამინისტროს, ბატონი არჩილის რწმუნების ქვეშ ყოფს სამინისტროს. მე მინდა ბატონ არჩილ მოგახსენოთ თქვენ აი პირდაპირ ეთერში, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც თქვენი, ასე ვთქვათ, მოსაგვარებელია და ამ შემთხვევაში კოლექტიური პასუხისმგებლობა მთავრობისა არ არის განხილვის საგანი. მაგალითად ის, რომ მოშიმშილე პატიმართა ერთი ნაწილი გადმოყვანილი იქნა სრულიად უკანონოდ საჯელასრულების მე-6 დაწესებულების სამედიცინო ნაწილიდან მე-7 უმკაცრეს დაწესებულებაში, რომელსაც არ გააჩნია ელემენტარულად სტაციონარი, არ გააჩნია ამბულატორია და იქ პატიმრები მოკლებულნი არიან ექიმის მუდმივ ზედამხედველობას. მეორე გახლავთ ის, რაზეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ქსნის ნომერ 19 დაწესებულებაში და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური დაწესებულება, ალბათ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის არ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც სამკურნალო სპეციალურ ტუბერკულოზურ დაწესებულებაში არის კარცერების სისტემა. კარცერების სისტემა, სადაც პატიმრებს და მათ შორის პატიმრები, რომლებიც შიმშილობენ, ძალიან ხშირად ექცევიან მუქარის ქვეშ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ შიმშილობას, მათ მოაქცევენ ამ კარცერებში. მიუხედავად არაერთი ეროვნულ დონეზე გაკეთებული საანგარიშო მოხსენებებისა. მათ შორის ბატონი სოზარ სუბარის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი იყო სახალხო დამცველი, ბატონი გიორგი ტუღუშის პირობებში გაკეთებულა განცხადებები და არაერთხელ და ეს ასახულია საანგარიშოს შესაბამის მოხსენებებში, რომ კარცერების სისტემა ქსნის ნომერ 19 დაწესებულებაში სასწრაფოდ მოითხოვს გაუქმებას. მაგრამ დღესდღეობით საჩივრები პატიმრებისგან ამ დაწესებულების აი ამ კარცერულ სისტემაში მოთავსების მუქარით, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია ბოლოდროინდელ მოხსენებებში ყველგან თითქმის აღნიშნულია, რომ მდგომარეობა საჯელახსრულების დაწესებულებებში შედარებით გაუმჯობესებულია ბატონო. მე ამ შემთხვევაში საუბრობ იმ ხარვეზებზე, რომელმაც ხშირ შემთხვევაში, რომელიც ასევე არის მოშიმშილეთა პროტესტის ძალიან მნიშვნელოვანი საგანი. კარგით. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ცვლილებები პატიმრობის კოდექსში. რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაფერი მოგვისმენია საჯელახსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე რჩება პატიმრობის კოდექსში ის მუხლი, რომელიც საჯელახსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანიჭებს დისკრეციულ უფლებას მოაქციოს პირი, მოათავსოს პირი დაკეტილ სისტემაში, ანუ დახურულ დაწესებულებაში, თუ კი ამ პირის მიმართ დადგენილი სასჯელი არის 10 და მეტი წელი და თუ კი პირი მსჯავრდებულია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში. მოდით მივცეთ ბატონო. მე მინდა გითხრათ, რომ ამის გამო უამრავი ადამიანი დღემდე ბატონო არჩილ მერვე და მე-9 წელიწადს ასრულებს დაკეტილ სისტემაში, ისე რომ მათი ჯანმრთელობა არის უკიდურესად მძიმე. მე შემიძლია გვარი და სახელიც გითხრათ, მაგალითად ბატონი გიორგი ჩუბინიძე,
რომელსაც დღის სინათლე არ უნახავს მრავალი წელია და როდესაც ჩვენ ვინტერესდებით თუ რატომ რა არის ამის მიზეზი, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს არავინ გვაძლევს სამწუხაროდ. აი ერთი კონკრეტული მაგალითი. მეორე, დავით ასათიანი, რომელიც უკანონოდ იქნა გადმოყვანილი მოშიმშილე პატიმარი რუსთავის მეექვსე დაწესებულების სამედიცინო ნაწილიდან და მასთან ერთად მისი მეგობრები თბილისის ნომერ მე-7-დან უმკაცრესი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ამაზე მძიმე რეჟიმი არ არსებობს. ფაქტობრივად ჯურღმულში იქნა ჩაკეტილი მძიმე ავადმყოფი, ნაწამები ავადმყოფი, მინდა გითხრათ და ავადმყოფი, რომელიც ამავე დროს ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვას, იმიტომ რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მის ესე ვთქვათ მიმართ დადგენილ სასჯელს. ბატონო არჩილ. ასევე მინდა გითხრათ, თქვენ აღნიშნეთ 32 დღეს მოშიმშილე პატიმარი, გვარი არ დაგისახელებიათ, მე მაქვს უფლება ამ პატიმრის სახელით მოგმართოთ. ეს გახლავთ გიორგი ბეჟიაშვილი, რომელიც დიახ, შიმშილობდა 32 დღის განმავლობაში და მისი შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი გარდა უკანონო განაჩენისა, რომელსაც იგი აპროტესტებს, გახლავთ იმ წამებლების და იმ წამების ორგანიზატორების დასჯა, რომლებიც დღესაც თავისუფლებაში იმყოფებიან და ეს ადამიანი სრულიად კანონიერად ითხოვს წამებელი ადამიანების, წამებელი ოფიცრების თუ ბადრაგების, არა აქვს ამას მნიშვნელობა, დასჯას. და კიდევ ერთი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაგიმახვილოთ ყურადღება. ეს არის ქსნის ნომერ 19 ტუბდაწესებულებაში მოთავსებული ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების ფაქტიურად კოლექტიური საჩივარი. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ არასათანადო მედიკამენტოზური მკურნალობის გამო ძალიან ხშირ შემთხვევაში ის ფორმები, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, გადადის მულტირეზისტენტულ ფორმებში და საბოლოო ჯამში ქრონიკული ფორმიდან გამომდინარე ეს ადამიანები მკურნალობას ვეღარ ექვემდებარებიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტის საგანი. და კიდევ ერთი გიპასუხოთ ბატონ დიმიტრი. კარგი, ეს რაც შეეხება თქვენს კომპეტენციას, მომეცით საშუალება რომ უკვე მთავრობის კომპეტენციაზეც ვისაუბროთ. კარგით. ჯერ გიპასუხოთ ბატონმა არჩილმა, იყო ბრალდებები სასჯელ აღსრულების სამინისტროს მიმართულებით, რამდენიმე მაგალითიც დაასახელა ბატონმა დიმიტრიმ, ასეა მართლა ეს ყველაფერი. გააქვთ ამაზე პასუხები ბატონო არჩილ? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა საკითხი მოვინიშნე და ვეცდები თანმიმდევრულად უპასუხო. რაც უფრო ყველაზე მასიური პროტესტის საგანია, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს 19 დაწესებულება და ამ დაწესებულებაში მოთავსებული ტუბერკულოზის დაავადებული ავადმყოფების კურნალობა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე მაქვს მონაცემები 10 დღის, 15 დღის წინანდელი და ეს მონაცემები მაქვს ექიმებისგან და ექთნებისგან, რომ პატიმართა გარკვეული ნაწილი იყო მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთთან, რომ სამედიცინო თემატიკა და განსაკუთრებით მედიკამენტების თემატიკა უნდა გამხდარიყო ხელოვნურად შიმშილობის დროს ერთ-ერთი საკითხი და პირდაპირ გეტყვით ფრაზას ჯანდაცვის თემა ავწიოთ, აი ესე იყო პირდაპირ საუბარი და სხვა შორის ეს არ იყო სიმპტომური, ეს იყო სხვადასხვა დაწესებულებებიდან და პირდაპირ გეტყვით რაც შეეხება მე-19 დაწესებულებას. იქ მოთავსებული პაციენტები, აბსოლუტური უმრავლესობა მკურნალობს იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც არის დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ეს გაიდლაინი არის შემუშავებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, ისინი იღებენ ზუსტად იგივე მედიკამენტებს, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ტუბერკულოზით დაავადებული. ეს მედიკამენტები არის ხარისხიანი და ეს მედიკამენტები აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სალიცენზიო მოთხოვნას. რაც შეეხება ეს იყო პატიმართა გარკვეული ნაწილის, ასე ვთქვათ, მიზანი და გეგმა. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ესეთი პროტესტი პატიმრებს გააჩნიათ. მე ვადასტურებ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, რომ ეს პროტესტი თქვენ ასე პირდაპირ გაიზიარეთ და რატომ გეტყვით. როდესაც საუბარია რეზისტენტული ფორმის ჩამოყალიბებაზე, რეზისტენტული ფორმების საბადო და პრაქტიკულად ფაბრიკა იყო ის დაწესებულება, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და რომელიც ჩვენ დავხურეთ ამ წლის დასაწყისში და იმ ზუსტად რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბებას იწვევდა ის, რომ ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმებით დაავადებული ადამიანები იხდიდნენ სასჯელს ერთ სივრცეში, იკვებებოდნენ და ცხოვრობდნენ და ეძინათ ერთ სივრცეში და სხვათა შორის ჩვენ წავაწყეთ ძალიან დიდ წინააღმდეგობას, როდესაც ეს პატიმრები გადავიყვანეთ და სამედიცინო მოთხოვნების თანახმად მოვახდინეთ ამ ფორმების გამიჯვნა ერთმანეთისგან. მათ ძალიან არ უნდოდათ და მე მესმის მათი, როცა მიჩვეული იყვნენ, რომ თავისუფლად ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ, მათ ძალიან არ უნდოდათ, რომ დაეცვათ მარტივი სამედიცინო მოთხოვნა, რომ
რომ რეზისტენტული ფორმის მქონე ადამიანები არ შეიძლება უშუალო კონტაქტში და გრძელვადიან კონტაქტში იმყოფებოდნენ არარეზისტენტულ ფორმის. მაგრამ არჩილ დამეჭახმეთ რომ ამდენი რაოდენობა სუიციდისა რომელიც აი ბოლო ერთი კვირის თუ ერთი თვის ესეც არგუმენტია რომელიც მინდა გითხრათ მათ შორის ხსნის 19 დაწესებულებაში. ეხლავე გეტყვით მაგაზეც ნამდვილად არ მოვერდები პასუხის გაცემას პირდებით. ამაზე მოდით პირდაპირ გეუბნებით და ეს არის რის გადამოწმებაც საჯაროდ შეიძლება ეს მედიკამენტები შემოაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის. მითხარით როგორ შეიძლება ამის საჯაროდ გადამოწმება? ამის საჯაროდ გადამოწმება შეიძლება რომ მიმართოთ ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამას და კითხოთ რა არის მედიკამენტები და სქემები სამკურნალო რომელიც შედის ტუბერკულოზის 19 დაწესებულებაში. ამ მედიკამენტებს არც საჯელოსულების სამისტრო არ ყიდულობს, არც აწოდის და მეცაც გეტყვით. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამ პაციენტების მკურნალობის სქემაში ჩართვაზე. და მეცაც გეტყვით, როდესაც ტუბერკულოზზე საუბრობ, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა წლებში იყო 800-დან 1200-მდე. წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევა არის 121. ეს იცით რას ნიშნავს? პატიმრების რაოდენობა კი განახევდა, მაგრამ ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის 8-ჯერ შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ტუბერკულოზი მე ძალიან მინდა რომ გავიზიარო მართლაც და გენდოთ და მე ვიცი თქვენი კომპეტენციის ხარისხი ძალიან მაღალია ზოგადად. მინდა გამოვხატოთ ჩემი პირადი პატივისცემა თქვენს მიმართ. თუმცა არგუმენტი, რომელსაც თქვენ იშველიებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება გაბათილებული იქნეს სამწუხარო რეალობით, რომელიც ასევე სტატისტიკურად შეიძლება იქნეს გამოხატული. სუიციდებით. სუიციდებით, მათ შორის 19 დაწესებულებაში 6 შემთხვევა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენი იყო? ბოლო ერთი თვის განმავლობაში არა, ბოლო ორი თვის განმავლობაში იყო 2 შემთხვევა, სულ იყო 6 შემთხვევა და საქართველოს და ასევე ჩვენი რეგიონის ისტორიაში პირველად საქართველოს მთავრობამ მოამზადა სუიციდის პრევენციის პროგრამა და ეს პროგრამა იწყება დეკემბერში. სუიციდების რაოდენობა უკაცრავად არ გაზრდილა, სუიციდების რაოდენობა ყოველ 10,000 კაცზე გადაანგარიშებით არის იგივე რაც იყო და მეცაც გეტყვით. საერთოდ არ არის ნაკლები რა კავშირია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობასა და სუიციდებს შორის. ადამიანები, რომელმაც გამოიარეს ის საშინელება, რაც გამოიარეს, აქ არის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ შემდგომ წლებში ამ ადამიანებში, რომელიც ვიქტიმიზებული არიან, როგორც თქვენ ვთქვით, წამების ხერპლები არიან, იქ არის ბევრად მაღალი ალბათობა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სუიციდური იდეები და მიდრეკილებები. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გასაგებია, მაგრამ მთელი გადაცემა ამაზე ვერ ვისაუბრებ. ბატონო კახა, იყო მინიშნება გადაყვანა ქალბატონო ეკა. ნაწამებს ბატონო დიმიტრი, კახაც ყავს სტუმრად, შესაბამისად მასთანაც მაქვს შეკითხვები. ბატონო კახა, იყო მინიშნება, რომ პროცესის აი ამ პროცესის შიმშილობას გულისხმობ გარედან მართვის მცდელობაზე. აი ამგვარ შესაძლებლობას თქვენ გამორიცხავთ რა? ის არაფერს არ გამოურიცხავ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მშრალი განცხადებები, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით წლების განმავლობაში, როგორც რაღაც პრობლემა იყო და საზოგადოება ამ პრობლემაზე ელაპარაკებდა, საუბრობდნენ ვიღაცის მხრიდან პროცესების მართვას. გლობალური პროცესები იმართებოდა რუსეთიდან, ჯაშუშების მეშვეობით, შიდა პროცესები იმართებოდა რაღაც კრიმინალური ავტორიტეტით. ამიტომ თუ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზადება იყო წინასწარ პირთა ჯგუფის შეთანხმებით რაღაცის დესტაბილიზაციის მიზნით, ამაზე უნდა ყოფილიყო ოფიციალურად გამოძიება დაწყებული, გამოვლენილი უნდა ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც ამას გეგმავდნენ, პრევენციულად უნდა მომხდარიყო მათი იზოლირება, როდესაც ის გეგმა, რომელზეც დღეს საუბრობენ, რომ შედგა, არ შემდგარიყო და პრობლემა არ შექმნილიყო საჯელოსნობის დაწესებულებაში. რაც შეეხება თვითონ სისტემას, მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ურთულესი სისტემა პენიტენციარულ დეპარტამენტში. ურთულესი. წლების განმავლობაში მას მართავდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. ნაცმოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად ეს იყო ჯოჯოხეთი, სადაც ადამიანები უბრალოდ აი არ ვიცი მე, ეხავდნენ მორალურად, ფიზიკურად ყველანაირად. დღეს არის ვითარება, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც მომხრე არიან ასეთი რაღაც ძალაზე შემყურე ურთიერთობის პატიმრებთან, მაგრამ ესმით რომ დრო არ არის ამის და შიგა და შიგ რაღაც ინციდენტები ხდება ხა. მაგრამ ამ სისტემის ხელში დაჭერა აუცილებელია, რომ ის ზუსტად ის ოქროს შუალედი იქნეს დაჭერილი, რომ პატიმრის უფლება იყოს აუცილებლად
გარანტირებული, მაგრამ ამავდროულად არ მივიღოთ ამ სიტუაციაში რაღაც სხვა ელემენტების მართვა. მაგრამ რა მინდა რეკომენდაციები ამ მაგ, იმიტომ რომ რეალურად მე კარგად ვიცნობ ამ სისტემას, მაგრამ მაგ მეორეა ის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს ტენდენციაა, რომ უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კერძოდ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, კუდის და სოდის თანამშრომლები ინიშნებიან ამ სამსახურებში და საჯელახშურების დაწესებულების ხელმძღვანელიც ფაქტობრივად არის პოლიციური კადრი, მიანიშნებს იმას, რომ რაღაც სხვა კუთხით შეხედეს პენტენციურ დეპარტამენტს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ხედავდით, რომ მანამდე ორი დეპარტამენტის თავმჯდომარე ვინც იყო ახალი ხელისუფლების პერიოდში, ეს ქალბატონი ხასია და ბატონი ღურცკაია იყვნენ ამ სისტემის კადრები ბენტნაკლებად, მაგრამ დღეს ვნახეთ ჩვენ ახალი დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიცაც შეხება არ ჰქონდა საერთოდ პენტენციურ დეპარტამენტთან, მაგრამ ის გადმოყვანილ იქნა ამაზე მინისტრი იყო ჩემთან სტუდიაში სტუმრად, რომელმაც განაცხადა სწორედ აი ამგვარ შენიშვნებთან და კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ კადრების ძიების პროცესი არიან, რომ მაშინდელსაც არ უნდა ძველი კადრები, უნდა მოვიდნენ ახალი კადრები და მე კითხავ და ასეთი რიტორიკული წამოხვალ თუ არა შენ ასეთ სამსახურში შესაბამისად რა უნდა ქნან, ვინ უნდა დანიშნოს? კადრები არ ნიშნავს, რომ უნდა იყვნენ კარგად გაცვეთილი ძველი კადრები, რომლებიც მუშაობდნენ იმ დროს და იმ სისტემაში, სადაც ეხავდნენ ადამიანებს, სანამ გაუშვებდნენ საჯელახშურების დაწესებულებაში. ახალი კადრები, აგერ მილიონი სტუდენტია უმუშევარი, მილიონის დამთავრებულია უკვე, უნივერსიტეტიდან დამთავრებულია, ვისაც მუშაობის დაწყება უნდა და გამონახონ, ასწავლონ და ასე ეტაპობრივად ჩაანაცვლონ. მაგრამ მაგ მეორე საკითხია, აი მაგალითად იგივე ამაზე გააკეთა მეშვიდე დაწესებულების ხელმძღვანელობა. მე არ ვიცი კონკრეტულად, მე ვიცი ეს ინფორმაცია გადმოცემით, ამიტომ რომ მე არ მაქვს იქ წვდომა, იმიტომ რომ იქაც დახურული პროცესებია, მთელი საჯელახშურების სამინისტროში, ვინ იქნება ამ კომისიაში, ვინ იქნება იმ კომისიაში და ასე შემდეგ. ამიტომ მე მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ მეშვიდე დაწესებულებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პატიმარს, კონკრეტულად სხვების თანდასწრებით, რომ შემდგომში ეს ყოფილიყო გაკვეთილი სხვა პატიმრებისთვის. გამოვიდა მინისტრი განაცხადა, რომ დაწესებულის ხელმძღვანელი სამსახურიდან განთავისუფლებული. არ უთქვამს ეს. რამდენადაც ხო, რამდენადაც მე ვიცი, ეს ადამიანი ისევ იმყოფება მეშვიდე დაწესებულებაში და ისევ მართავს ამ დაწესებულებას. ამიტომ ნონსენსია რაღაცა, თანამშრომლები ეს არ უთქვამს მინისტრმა თქვა, რომ უფლებამოსილება თუ შეუჩერდა ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების შეჩერება. კი ბატონო, ბატონარჩილ, რას ნიშნავს უფლებამოსილების შეჩერება? უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ადგილზე? მისი უფლებები და ფუნქციები არის შეჩერებული. ეს ადამიანი უნდა იყოს ადგილზე? ადგილზე ჩემის აზრით შეიძლება იყოს, მაგრამ რა უფლებამოსილების არ ვიცი იურისპრუდენციასთან როგორი შეხება გაქვს, მაგრამ თანამდებობრივი უფლებამოსილება როცა შეჩერებულია, მას ჩამოერთმება ყველა ის ფუნქცია, რითიც ეს შედიოდა სპეციალურ დაწესებულებაში KPP-დან დაწყებული. აქედან გამომდინარე, შეჩერება ნიშნავს იმას, რომ რატო უჩერებენ ადამიანს, რომ მან მოკვლევაზე, გამოძიებაზე ზეგავლენა ვერ მოახდინოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აქედან გამომდინარე უჩერებენ, რომ გამოძიებას ჰქონდეს საშუალება დაადგინოს ჭეშმარიტობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ჰქონდეს შეხება იმ ადგილთან, სადაც მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. თუ ეს ადამიანი იქ არის, ფიზიკურად რას ნიშნავს შეჩერება, როცა ყველა მიცის, რომ ეს უფროსია და ის იძახის, რომ მე აუცილებლად აქ დავბრუნდებ. მე არ ვიცი კონკრეტულად რა მოხდა. მე გეტყვით რამდენიმე კონკრეტული. მაგრამ ეს არის კონკრეტული პრობლემები, რომლებსაც პატიმრები დღეს, აი რაც თქვენ საუბრობდით, რომ გამოიარეს ეს მთელი ჯოჯოხეთი და დღეს სუიციდით იქნებიან დაკავებულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეშინიათ, რომ არ დაბრუნდეს ის დრო, რომელიც იყო, იმიტომ რომ როდესაც ხედავენ, რომ ვიღაც სცემენ მათ თვალწინ და ის ადამიანი ისევ იქტრიალებს და ამის პრეცედენტი იქმნება და ამაზე საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, ერთ დაწესებულებაში თუ ეს შერჩება 10-ვე დაწესებულება, 15-ვე დაწესებულება ეგივე გამეორდება. აქში მე კიდევ ერთხელ გეთაქვთ, რთული სისტემა, მისი მართვა არის ძალიან რთული. კარგი, და ერთი კითხვა მინდა სწორედ ამ სისტემასთან დაკავშირებით თქვენთან დავსვამ. დააყენებს, მე საერთოდ არა ვარ მომხრე, რომ გავყოთ ეს პროკურატურის მუშაობის პოლიციაში, მაგრამ პოლიციაში მომუშავე კაცს სხვანაირი კვალიფიკაცია აქვს, თუნდაც პატიმართან მოპყრობისა, პენტენციალურ დეპარტამენტის კაცს, რომელიც არის იქ კვალიფიციური სხვანაირი. მაგალითად მე გეტყვით, რომ ძალიან ბევრმა მაგალითმა აჩვენა, რომ უდიდესმა პოლიციელებმა, რომლებიც აზანზარებდნენ კრიმინალურ სისტემას შიშით,
პენტენციურ დაწესებულებში დაასრულეს საკუთარი კარიერა, იმიტომ რომ არ იცოდნენ მართლა და დღეს თქვენ ყავით იურისტთა საერთაშორისო კლუბის დაფუძნებაზე დაფუძნდა ასეთი კლუბი, რომლის გამგეობის წევრიც ხართ თქვენ. კლუბის მიზნების ჩამონათვალში არის როგორც ინსტიტუციური და სხვა ტიპის კრიზისების დასაძლევად, წინადადებებისა და ინიციატივების მომსადაზდება და შეთავაზება და თუ არ ვცდები, ასევე არის სიმართლისა და სამართლიანობის ეროვნული კომისიის შექმნა. ინიციატივა ეგეთი. დიახ, აი გარკვეული რეკომენდაციები გააქვთ, როგორ შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი განაჩენების გადახედვა ისევ იმ თემას რომ დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ახლა ამ კლუბში ძალიან სერიოზული იურისტები არიან, თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები, არა ისე რომ აი ზერელეთ განათლებულები ან უგზო-უკლოდ განათლებულები რაღაცა რო აქვს საკითხული და იურისტის დიპლომები, რომელთაც ნაშრომები აქვს კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის კლუბის შექმნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ცოცხალი ენციკლოპედია რომელიღაცა დარგის, მათი ცოდნა არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ისინი დღეს ვერ ჩაჯდნენ რომელიღაცა კამანდაში, ან ვერ იჯდნენ იმ კამანდაში, რომელიც იყო ხელისუფლებაში და ეს ამ ადამიანების ცოდნის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ასეთი ტიპის ადამიანები, პროფესიონალები, რომ ამ ადამიანებმა ერთად შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას, არა ძიებაში ფორმულების, დღეს ეს გავაკეთო, გამიფუჭდა საქმე, მოდი ხვალე ის მოვიფიქრო და არა ხარვეზების კომისია შევქმნა თუ ის კომისია შევქმნა, არამედ ერთი კონკრეტული ეფექტური გადაწყვეტილება შევთავაზოთ, ბუნებრივია თუ მიიღებენ, კაია, თუ არ მიიღებენ, ვიმსჯელოთ, რატომ არ მიიღებენ. როდის აპირებთ რომ შესთავაზოთ ასეთი რეკომენდაციები, როდის გექნებათ მზად, ვიცი რომ დღეს დავფუძნით, თქვენ იცით რომ ამ კლუბში არიან არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწე იურისტები, არამედ საერთაშორისო მასშტაბის იურისტები არიან, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი იურისტები არიან, აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე პრიორიტეტები დასახული გვაქვს და აქედან გამომდინარე ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე ძალიან მოკლე დროში სიმართლის კომისიაზე შევთავაზებთ, იგივე სხვა მოდელებს შევთავაზებთ, რაც ცვლილებებია საჭირო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა კანონმდებლობაში, რომ ჩვენ მივიღოთ რეალურად რეფორმირებული სისტემა და არა სისტემა, რომელიც დამოკიდებულია ერთი პირის ნებაზე. რაც გულისხმობ ერთი პირის ნებაზე. კარგი თანამდებობის პირია, ნამუსიანი ადამიანი არ გააკეთა, ცუდი მოვიდა, გააკეთა, იმიტომ რომ სისტემა აძლევს ამის საშუალებას. აი დაახლოებით ის თემა, რაც მანქანებზე, პრემიებზე და ასე შემდეგ. და კი, მე აუცილებლად მოგცემ საშუალებას. უპასუხოთ ამ ყველაფერს, უბრალოდ დროში მინდა რომ ჩავეტიო. ხვალ მოშიმშილე პატიმრებთან შეხვედრას აპირებს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თქვენი აზრი მაინტერესებს, აი როგორ ფიქრობთ, ბატონ დიმიტრი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაკმაყოფილდეს გარკვეულწილად მაინც ამ პატიმრების მოთხოვნები და ამავე დროს აი ეს პროცესი არ გასცდეს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებს. შევეცდები ძალიან მოკლედ გაცნობ პასუხი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს წინამორბედს, ჩვენს წინამორბედს, უпростоრად ვინც ჩვენამდე ყავდათ თქვენ ეთერში, ქალბატონ თია წულუკიანს, რომელმაც მთავრობის სახელით გააკეთა განცხადება ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მუშაობის უпростоრად რეგლამენტაციის შეჩერების თაობაზე საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროექტის განხილვას გულისხმობ. და რამაც გამოიწვია სწორედ ის მწვავე რეაქცია და მათ შორის ვადიანი თავისუფლება აკვეთილი პირები, რომლებიც ყველაზე უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ მიმართეს პროტესტის ყველაზე უფრო რადიკალურ, მაგრამ ამ მეორეს უფრო ყველაზე უფრო მშვიდობიან ფორმას. შიმშილობას და ეს არის შეუქცევადი პროცესი, მე რასაც უწქერ. დღეს უკვე 1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს, ხვალ რა თქმა უნდა ამ რიცხვმა შეიძლება კიდევ უფრო მოიმატოს. რა შეიძლება გაკეთდეს? პირველ რიგში რა თქმა უნდა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებასაა აღებული ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე 2012 წლის და რომელიც სამართლებრივი გარემოს შექმნის კონტექსტში გულისხმობს, რა თქმა უნდა, საბოლოო სასამართლო აქტების გადახედვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აი ეს პირობა უნდა იქნეს აღდგენილი. ანუ თუ პატიმრები მიიღებენ პირობას, რომ ეს კომისია და აქ არ არის ლაპარაკი, პანაცეა არ არის სახელმწიფო კომისიის შექმნა. ეს შეიძლება იყოს სპეციალიზირებული პროკურატურა, ეს შეიძლება იყოს საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს როლის წინ წამოწევა და სხვა, ასე ვთქვათ, მექანიზმები, რომელსაც დღეს სხვათა შორის აი კლუბში იყო უკვე მსჯელობა და რომელიც გაგრძელდება აუცილებლად. და ხელისუფლებამ უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. მან უნდა მიუთითოს, რომ ამას აპირებს არა აბსტრაქტულ დროში, ოდესღაც და როდესმე, არამედ ამას აპირებს კონკრეტულ ვადებში. ეს იქნება
საგაზაფხულო სესია ვთქვათ, ეს იქნება უფრო შემდგომი პერიოდი, შესაძლოა ესეც იყოს ნათქვამი, მაგრამ უნდა იყოს კონკრეტული ვადები მითითებული. სრულ სუმბურში იმყოფებიან დღეს პატიმრები. მათ არ იციან რა ბედი გამოსავალი ამ შემთხვევაში. სრულად არა უპასუხისმგებლო იყო ჩემის აზრით განცხადება, რომელიც ქალბატონმა წულუკიანმა გააკეთა და რასთან დაკავშირებითაც მობოდიშების ფორმითაც კი მსგავსი რა მე არ მომისმენია მთავრობის რომელიმე წევრის მხრიდან. გასაგებია, დიდი მადლობა. მე უკვე არჩილს უნდა მივცე საშუალება, რა თქმა უნდა, რომ ყველა იმ ბრალდებას უპასუხობს, რაც გაისმა სასჯელ ახსნილების სამინისტროს მიმართულებით, ასევე მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხიც. რომ როგორ უნდა მოხდეს დაუშვათ ამ მოთხოვნების გარკვეულწილად მაინც დაკმაყოფილება ისე რომ აი ეს პროცესი არ გასცდეს გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს და მაყურებელს უნდა ვუთხრა რომ ჩვენთან ერთად უკვე აღარ არის კახა კახიშვილი ვინაიდან ის იყო სტუმრად მეორე არხზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზეც დაპატიჟებული შესაბამისად მე მას მივეცი უფლება რომ დაეტოვებინა სტუდია ამიტომ ორ სტუმართან ერთად განვაგრძობ ახლა გადაცემას ბატონო არჩილ გისმენთ მე მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო ამ შემთხვევას რომელზეც ნამდვილად გამოძიება უკვე დაწყებულია და განსხვავება ამ და სხვა შემთხვევებს შორის არის ის რომ ამ შემთხვევაში სწორედ მოქმედ დირექტორთან ერთად ჩვენ ეს პატიმარი გადავიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოში წამების პრევენციის კომიტეტის რეკომენდაციების დაცვით აღვწერეთ ყველა დაზიანება რომელიც მას ჰქონდა ჩვენმა სამედიცინო სამსახურმაც აღწერა ყველა დაზიანება რომელიც მას ჰქონდა ასევე შესული იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ექიმებით და ალტერნატიული ექსპერტით რომლებმაც შეაფასეს მისი მდგომარეობა და დღეს მოგმართეს განცხადებით და სრული დოკუმენტაციის ასლების გადაცემა პატიმრისვე თანხმობით მოხდება აი ეს არის განსხვავება რომელიც ოზარ სუბარმა აირჩია მომხდარი ფაქტის ირგვლივ და თქვენ გახსოვთ ესეთი ასეულობით ფაქტი, როდესაც აი მე რას ჩამოთვალე, არც ერთი ამ ტიპის ღონისძიება არ გატარებულა. ეხლა მე კიდევ ერთხელ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც მიაყენა ეს დაზიანებები და მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული პრობლემოსილება კვლავ იმყოფება გამოძიება დაადგენს ამას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ადეკვატური რეაგირება, მაგრამ მე გეუბნებით, რაც უკვე მოხდა, ეს უკვე არის თქვენ თუ არა ვის ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს უკვე არის საკმაოდ მაღალი სტანდარტი, როდესაც ყველა რგოლი ასრულებს თავის მოვალეობას და ფუნქციებს. ეხლა შემდეგი საკითხი, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ რატომ ხდება გარკვეული პატიმრების მიმართ პირობების გამკაცრება, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ვართ ის სამინისტრო, რომელსაც ერთის მხრივ საზოგადოება და ექსპერტები ყოველდღე გვეუბნებიან, რატომ არ ხდება გამკაცრება კრიმინალური ლიდერების მიმართ მიდგომების, რატომ ხდება ისე, რომ სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტები შეურაცხყოფას აყენებენ ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო მომსახურების მიწოდება მათმაც ვერ ხდება და მე და ჩემი თანამშრომლები სხვა შორის იმის გარდა რომ ბადრაგი იღებს ადეკვატურ ზომებს, გვიწევს მისვლა და ამ სამედიცინო პერსონალის დამშვიდება და იმ საავადმყოფოების დარწმუნება რომ გააგრძელონ პაციენტების ნაკადის მიღება, აი რა გავაკეთოთ ესეთ შემთხვევაში, რომელია ოქროს შუალედი, მივიღოთ ზომები, თქვათ, თუ როგორც პაციენტი მხოლოდ ისე შევხედოთ ამას. მაგრამ კონკრეტული მაგალითი მოგიყვანეთ, რომელიც საერთოდ არ არის შემხედლობაში თქვენს მიერ ძალიან კარგად მაგაზე არ გეუბნებით. დაასრულოს თავისი ორი ბოლო კომენტარი. როდესაც ბატონმა სოზარმა გააკეთა განცხადება ზოგიერთი უფლებადამცველის მაპროვოცირებელ როლზე, აი ზუსტად და მე ხმათიჯერა რომ თქვენ არ გულისხმობდათ, ის აქ უბრალოდ მინდა გკითხოთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს შიმშილობის პროცესი, შეასრულა თუ არა ამ შიმშილობამ უკვე თავისი მიზანი, რომ შეტყობინება მიიღო საზოგადოება, მიიღო მთავრობამ, შეასრულა თუ მიზანი, თუ თქვენ, როგორც უფლებადამცველი, ეთანხმებით, რომ რაც მოხდა ირლანდიაში, ქალბატონი ტეჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს, ისე დასრულდეს, ისე დრამატულად ამ შიმშილობის პროცესი. მაშინ ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ ამ ეთერით დააფიქსირებთ იმ რეკომენდაციას, რაც მე ვუთხრობ. ამას მე მეკითხებით, თქვენ მთავრობის წარმომადგენელი ეთერში მეუბნებით მე, შეასრულა თუ არა შიმშილობა მიზანი. ჩემი აზრი გაინტერესებს. მე რომ ვიყო მთავრობაში, მე რომ ვიყო პასუხისმგებელი პირი, მთავრობის წარმომადგენელი. მე პირველ რიგში მთავრობის ხდომაზე აეხლავი, აი იმ შუაღამისას დავსვავდი საკითხს, რომ ხვალვე გაეკეთებინა ქალბატონ წულუკიანს როგორც ეს არ მეკითხავს, მე ვკითხე. განცხადება და კონკრეტული ვადები, კონკრეტულ ვადებში მოექცია ის აბსტრაქტული ასე ვთქვათ პირობა, რომელიც აბსოლუტურად მიზანთან დაკავშირებით, ბატონ დიმიტრი, როგორ ფიქრობთ? შეასრულა თუ არა, აი თქვენი აზრი მაინტერესებს.
თუ უნდა გაგრძელდეს ეს შიმშილობა იმდენ ხანს, რომ როგორც ბატონი ბეჟიაშვილის მდგომარეობა გაუარეს და დამძიმდა და მადლობა ღმერთს, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ყველა დადგეს რისკის ქვეშ. ბრძანეთ, რომ აი ამ წუთებში მიმდინარეობს მთავრობის ხდომა. მთავრობის ხდომა არ მithქვა. მთავრობაში კონსულტაცია მიმდინარეობს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ესე იგი, ამ შიმშილობას მიუღწევია თავისი მიზნისთვის, რაღა იგი ეხლაც არასამუშაო საათებში, ასე ვთქვათ, მთავრობა თავს იწუხებს და მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორი კონკრეტული პასუხი გასცეს მოშიმშილე პატიმრებს, რათა იგივე ქალბატონი ეკა იქნება ბესელია თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ხვალ მოინახულებს პატიმრებს, კონდეს კონკრეტული წინადადება, რომლითაც იგი წარდგება პატიმრებს. უნდა შეწყვიტონ თუ არა აი ამ შემთხვევაში შიმშილობა. თუ კი იქნება კონკრეტული პასუხები, კონკრეტული ვადების მითითებით, და ამ შემთხვევაში მე თარიღს და საათს არ გულისხმობ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მე ვიქნები ის პირველი, რომელიც აუცილებლად მოუწოდებს პატიმრებს, რომ შეწყვიტონ, რა თქმა უნდა, ვინც შიმშილობს სწორედ ამ მიზეზით, შეწყვიტონ შიმშილობა. მადლობა. რეპლიკა ბატონო მარჩილ და უნდა ძალიან ნერვიულობთ, რომ ბოლო ერთი წელია ჩვენ ძალიან ნერვიულობთ ბატონო მარჩილ თქვენთან ერთად, ჩვენ ძალიან ნერვიულობთ პატიმრების ბედზე. რა თქმა უნდა, მე მოუწოდებდი ნებისმიერ პატიმარს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ვინაიდან შიმშილობამ შეიძლება ლეტალურ გამოსავლამდე მიიყვანოს თითოეული მათგანი, მაგრამ მე უფლება არ მაქვს პატიმრებს მოუწოდო ეხლა აი ამ მოთხოვნით, თუ კი არ იქნა სწორედ ის კონკრეტული. დიდი მადლობა ბატონი არჩილის რეპლიკა, თუ სურს რაიმე აზრის დასრულება და გასრულებ უკვე. მე პირადად ვთვლი, რომ შიმშილობამ მიზანს მიაღწია, სიგნალი მისულია, გასაგებია მათი მოთხოვნები და რაც არის თქვა მთავრობის შესაძლებლობაში ჩემის აზრით იქნება ოპტიმალური გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ აი ამის შემდეგ შიმშილობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის იმ პაციენტებსაც, რომლებიც გეგმიურად ელოდებიან სამედიცინო მომსახურებას. მე მიწერს, რომ შევაფერხო სხვა გეგმიური პაციენტები იმის გამო, რომ ვიღაცამ მიიყენა თვითდაზიანება, ვიღაცამ შიმშილობის გამო დაუმძიმდა მდგომარეობა და განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული ავადმყოფობები, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, იმიტომ რომ ეს შიმშილობამ თავის მიზანს უკვე მიაღწია. ბატონ მარჩილმა არ განაზოგადა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, თქვენ ზოგადად შემოიფარგლეთ კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ სანქციების გამოყენებაზე, როდესაც თქვენ ახსენეთ, თქვა სამოქალაქო სექტორში მოთავსებული პატიმრები საავადმყოფოებში იქცევიან ცუდადო. მე თქვენ შეგახსენებთ ერთ რამეს, ჯერ ვერ მოვასწრებთ ბატონო დიმიტრი, დრო ამომეწურა და გამთიშავენ ეთერიდან. ერთი წამით, ზუსტად 20 წამი იმ პატიმრებზე, რომლებიც რუსთავის მეექვსე დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში იყვნენ მოქცეულები და დღესდღეობით არიან მოთავსებულნი თბილისის ნომერ მე-7 მკაცრ დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს სამედიცინო ამბულატორია. ვერ დაგეთანხმებით, სტაციონარი მე-6-ში საერთოდ არ გვაქვს, ხოლო მე-7-ში ამბულატორია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ სტაციონარი არ არის ბატონო. როგორ იქ არის 10 საკანი, სადაც ეკიმებია, იმიტომ რომ ეთერიდან გამთიშავენ ბატონო დიმიტრი და საორდინატოროში ვერ დავამთავრებ. საორდინატორო გვაქვს მე-7-შიც და კიდევ ერთი მე-6 და მე-7-ში გადაყვანას მე ვერ დავარქმევდი ღია ტიპიდან დახურვის გადაყვანას. ორივე არის ნანახი იმაზე ხა თქვენ მეუბნებით, რომ იქ არ არსებობს სამედიცინო ნაწილი და არსებობს. არა, თქვენ ახლა შეცვალეთ ტერმინი სამედიცინო ნაწილი სხვა არის და სტაციონარი სხვა არის. სამედიცინო ნაწილი, სადაც 10 საკანში არის მოთავსებული პატიმართა იმდენი რაოდენობა, რამდენსაც ჭირდება მკურნალობა. სამედიცინო პუნქტი არის მე-7-ში და ყველა ამბულატორიული პაციენტს მიეწოდება. მადლობა ძალიან დიდი. სტაციონარი ძალიან დიდი. ბატონებო, დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. პირველი ეთერის სტუდია დასრულდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალ ისევ 21 საათზე ამავე სტუდიაში საინტერესო თემებითა და სტუმრებით დავბრუნდებით. ხვალამდე ნახვამდის მადლობა.